ლეგენდარული Toyota ტახტიდან ჩამოაგდეს იაპონური საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტი, რომელიც პოზიციას მრავალი ათეული წლის განმავლობაში არავის უთმობდა, მასზე ბევრად ახალგაზრდა და მრავალფეროვანმა კონგლომერატმა უკან მოიტოვა. ვისია საუბარი და როგორ მოიპოვა მან იაპონიის უმსხვილესი კომპანიის სტატუსი, ამას ასაუბროთ ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება ერეკლეს აღმომშვიდობის. სალმები მაყურებელს. 2026 წლის 1 ივნისი მართლაც შევა იაპონიის თანამედროვე ისტორიაში, როგორც ტოკიოს საფონდო ბირჟაზე სეისმური ძვრის დღე. დღე, როცა ლეგენდარულმა Toyota-მ პირველობა დაკარგა. ეს დღესდილით სესიის გახსნის შემდეგ მოხდა, როცა ტექნოლოგიური ინვესტიციების უბადლო მცოდნემ და ამავდროულად ადგილობრივი ფინანსური ინდუსტრიის ლიდერმა, SoftBank Group-მა აქციების რამდენიმე საათში 14%-ით გაზრდა მოახერხა. სწორედ დღეს მისი საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულ 48 ტრილიონ იენამდე, ანუ 301 მილიარდ დოლარამდე ავიდა და ოფიციალურად აჯობა ტახტზე მჯდარ Toyota Motor Corporations. Toyota-ს 1927 წელს დაარსებულ ინდუსტრიულ მონარქს, რომლის საბაზრო ღირებულება სესიის მიწურულს 3 ტრილიონი იენით ჩამორჩებოდა SoftBank-ს. ეს ცვლილება მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ გადაწყობაზე, სადაც ტრადიციულ მწარმოებელ გიგანტებს პოზიციების დათმობა ხელოვნურ ინტელექტთან ასოცირებულ კომპანიებთან უწევთ. ამ გადატრიალების არქიტექტორი მასაიშიო სონია. კაცი, რომელმაც ბაზრის მომავალი ლიდერი ჯერ კიდევ 1991 წელს დააფუძნა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მცირე ზომის კომპანია მალე ტექნოლოგიურ სექტორში იაპონიის ხმად იქცეოდა. ის არც სონია და არც რომელიმე მსგავსი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლეგენდარული იაპონური მწარმოებელი, არამედ ინვესტორია, რომელიც ფულს სწორად აბანდებს და შედეგებსაც იმაზე მალე იღებს ვიდრე სხვები. ციფრებში რომ გადმოვცეთ, 2026 წლის პირველ კვარტალში SoftBank-ის მხოლოდ წმინდა მოგებამ 11.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. 3.5 მეტი ვიდრე წინა წლის 2025 წლის პერიოდში. როგორ და რანაირად, ეს არის საქმე. ეს ყველაფერი მასაიოში სონის ორმა გენიალურმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. პირველი, ნდობამ AI-ის განვითარების მიმართ და ფულის ჩადებამ ისეთ ყველასთვის კარგად ცნობილ გიგანტში, როგორიც OpenAI-ა. დიახ, ChatGPT-ის შემქმნელ სტარტაპში, რომლის შეფასებაც 1 ტრილიონს უახლოვდება. იაპონურ საინვესტიციო ფირმას ჯამურად მასში 65 მილიარდი აქვს ჩადებული და წლის ბოლომდე კიდევ 20 მილიარდის ჩადებას გეგმავს. ანუ, როცა OpenAI საფონდო ბირჟაზე გამოვა, მისი შემოსავლების სუმცირე 10%-ს, დაახლოებით 10%-ს, სწორედ SoftBank-ი ჩაიდებს ჯიბეში. მასაიოში სონის უპირატესობა ისიც არის, რომ ის მსგავსად სხვა ლეგენდარული ინვესტორებისა კვერცხებს ერთ კალათაში არასდროს ალაგებს. მისი იდეა იყო გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია ARM Holdings-ში ფულის დაბანდება. 2016 წლიდან დღემდე მან არაერთი ინვესტიცია განახორციელა და დღეს უკვე ჩიპების მწარმოებლად ქცეული ბრიტანული ნახევარგამტარების დიზაინერი კომპანიის 90%-იან წილს ფლობს. იმ კომპანიის, რომლის აქციების ფასიც სწორედ საკუთარ შიდა წარმოებაზე გადასვლის დაანონსების შემდეგ, ანუ აპრილიდან, გაორმაგდა SoftBank-ის მოგებაც. ეს მართლაც გამორჩეული იაპონური ინვესტორი ფირმა გაჩერებას არც აკაპირებს და ჩიპების მწარმოებელი ARM Holdings-ისა თუ ჩიპების დახმარებით ხელოვნური ინტელექტის განმავითარებელი OpenAI-ის შემდეგ მსხვილი ინვესტიციების ჩადებას ჩიპების კამპუსებში, ანუ მონაცემთა ცენტრებშიც გეგმავს. შესაბამისად, ის გახდება და მოახერხებს იხეიროს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ყველა ეტაპით და გახდება საკმაოდ სერიოზული მოთამაშე ამ ბაზარზე. თანამედროვე ტენდენციები კი მიუთითებს, რომ ვინც ამ წესით თამაშობს, ის ტახტს კიდევ დიდ ხანს ინარჩუნებს.